მორიგი თავდასხმა რელიგიურ უმცირესობებზე გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლის სანადირო თოფიდან გაუხსნეს. ამაღლების ღამეს მომხდარ ფაქტს თვითმხილველი არ ყავს, შემთხვევის დროს შენობაში სავარაუდოდ არავინ იმყოფებოდა. მომხდარის სწრაფ გამოძიებას ითხოვს ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ძალოვან უწყებებს გავრცელებულ განცხადებაში სიძულვილისა და დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრისკენ მიუთითებს. გორში წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლი ამაღლების ღამეს გაუხსნეს. შემთხვევას თვითმხილველი არ ყავს და დაზარალებულიც არავინ არა. დაზიანებულია მხოლოდ რელიგიური უმცირესობების სალოცავის გარე ფასადი, რომელსაც ნატყვიარები ამჩნევია და წარწერები აქვს გაკეთებული. ადგილობრივების თქმით, მათ სროლის ხმა გაიგეს, თუმცა ყურადღება არ მიუქცევიათ. აი, კაეთი კოჭირე კაცი მოდის რომ იმას თქვა რომ ხორხორი იყო ეკლესიას თანაობა. ვიღაცა მოკარებს ესროლაო. რის კარებს ესროლაო? აი, ეყოლების კარების შესასვლელი იქ, იმათი იქ ესროლაო. რაც ვერ შევიდო. რაც გიშოვებია, რაც არ გიშოვებია როგორ აბა. ეხლა როზი ვარ ხა მე რა უნდა შემოტალა მწყებო. მომხდართან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეებს საუბარი არ სურთ. საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალოვანი უწყება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზზე თავდასხმას ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თავდასხმის მომხრე არა ვარ. არა, მისახ. იყვნენ ვისაც უშლი. მე ეს მწავს იმას ისასამსალბას, რა ვიცი. მე ესე მონია. ფეიერვერკების ხმა ისმოდა ღამე და ყურადღება არ მიგვიქცევია, ხმა არაფერი არ ყოფილა ისეთი. ჩვეულებრივად ეხა 12 საათი იყო ფეიერვერკების ხმა და სხვა არაფერი გაგვიგია საერთოდ. პოლიციამ დაგკითხათ, ხო? კი, იყვნენ შემოსულები, დაგკითხეს. იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზზე თავდასხმას ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ ჩაატარონ ეფექტური გამოძიება, გამოიკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინონ დამნაშავეები და დასაჯონ ისინი კანონის სრული სიმკაცრით. კარგი არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება, თუმცა ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოუწოდებთ, რომ აღნიშნულ დანაშაულებში აუცილებლად გამოკვეთოს რელიგიური ნიშნით, ანუ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი ქმედება. გორში ეს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის პირველი შემთხვევა არ არის. 2 თვის წინ ამავე სამეფო დარბაზის გალავანზე დიდი ზომის ჯვრებიც გამოსახეს.